როგორც აღნიშნეთ, საქართველოს მოსახლეობა 64 ღმერთს აირჩევს და ამავე რაოდენობის საკრებულოების შემადგენლობას დააკომპლექტებს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად დრო საღამოს 8 საათამდე ექნებათ. უკვე მეორედ არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ხმის მიცემა ელექტრონულად შესაძლებელია 3061 საარჩევნო უბანზე, 777 უბანზე კი კენჭისყრა ძველი წესით ტარდება. შესაბამისი ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია ყველა უბანი. არჩევნების მიმდინარეობას ქვეყნის მასშტაბით 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება, მათ შორის არ იქნება ეუთოდირი. რა ცვლილებებია საარჩევნო პროცესში და რა პროცედურების გავლა მოუწევთ ამომრჩეველებს ხმის მისაცემად? სარო კირვალიძე დეტალებით. ზუსტად 8 საათზე საქართველოს მასშტაბით 3061 საარჩევნო უბნის კარი გაიღება. ამომრჩევლისთვის ის აირჩევს მერს და მაჟორიტარობის კანდიდატს, თუმცა მანამდე მან უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები. თავდაპირველად მას შემოსასვლელ კარტთან დახვდება რიგის მომწესრიგებელი, ნაკადის მომწესრიგებელი, რომელიც გაატარებს მარკირების შემოწმებას და ამის შემდეგ არის უკვე შესაბამისი მარტივი პროცედურები იმისათვის, რომ ამომრჩეველმა საბოლოოდ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი თვითმმართველობის არჩევნებზე. უფრო მეც გვეტყვის ხატია რა გზა უნდა გაიაროს მოქალაქემ, რომელიც მოვა საარჩევნო. მოგესალმებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, პირველი ეტაპი მან უნდა გაიაროს აუცილებლად ნაკადის მომწესრიგებელთან, რომელთანაც უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნაკადის მომწესრიგებელი შეამოწმებს ხომ არ აღენიშნება მას მარკირება. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ გადაინაცვლებს ამომრჩეველი ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან, რომელთანაც არ დგას 2-ზე მეტი ამომრჩეველი. ამომრჩეველი რეგისტრატორთანაც არის ვალდებული, რომ წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რა დროსაც კი ბატონო, მადლობა. რა დროსაც რეგისტრატორი ახდენს მოსული ამომრჩევლის და ფოტოსურათის ერთმანეთთან იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევაში, თუ როგორც თქვენ წარადგინა ამომრჩეველმა ID ბარათი, ვერიფიკაციის აპარატში MRZ წამკითხველში ჩამოტარების შედეგად სულ რამდენიმე წამში ეკრანზე გამოჩნდება ამომრჩევლის ინფორმაცია. მოხდება მისი იდენტიფიცირება, შესრულდება მარკირების პროცედურა და პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბეჭდება ვერიფიკაციის აპარატიდან ამომრჩევლის ვერიფიცირების ქვითარი, რომელსაც ხელსაწერს თავად ამომრჩეველი და მოთავსდება დალუქულ გამჭვირვალე ყუთში, რომელიც ყველა რეგისტრატორს აქვს თავის მაგიდაზე ინდივიდუალურად მოთავსებული. კანონმდებლობის მიხედვით 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. თუ ადრე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე 3 სხვადასხვა ბიულეტენი გადმოგეცემოდათ, ამჯერად ერთ სამსვეტიან ბიულეტენს მიიღებთ. ელექტრონულად ხმის მიცემის შემთხვევაში მოქალაქე ვალდებულია მისთვის სასურველი კანდიდატის წინ არსებული წრე გააფერადოს, ტრადიციული შემთხვევაში კი შემოხაზოს. რეგისტრატორი აუცილებლად განუმარტავს ამომრჩეველს ბიულეტენის სწორად შევსების წესი როგორი არის, რომ უნდა გააფერადოს მხოლოდ ერთი სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე სპეციალური მარკერის გამოყენებით. ამასთან ერთად განუმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მას გადაეცემა ერთი ცალი ბიულეტენი, რომელზეც არის 3 სვეტი. ამომრჩეველს აქვს ერთი ხმა პროპორციულ სისტემაში, ერთი ხმა მერის ასარჩევად და ერთი ხმა საკრებულოს მაჟორიტარის ასარჩევად. და ამის შემდეგ გადაინაცვლებს უკვე კაბინასთან სანამ კაბინაში გადაინაცვლებს ამომრჩეველი, რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა განუმარტოს, როგორ შეივსება სწორად, როგორ უნდა დაფაროს თავისი არჩევანი სპეციალური ჩარჩო კონვერტის გამოყენებით და ის, რომ არ უნდა გადაკეცოს საარჩევნო ბიულეტენი არც ერთ შემთხვევაში. ამასთან ერთად, როდესაც გააფერადებს საცდელ წრეს, გადასცემს ჩარჩო კონვერტის გამოყენებით იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობითაც უნდა გამოიტანოს ამომრჩეველმა ფარული კენჭისყრის კაბინიდან. კაბინაში არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ისე რომ წრე, რომელიც მან გააფერადა, საცდელი წრე, რომელიც მან გააფერადა, უნდა იყოს ქვედა მხარეს მოთავსებული, გამოდის ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატთან ამომრჩეველი, მოათავსებს ბიულეტენს ხმის დათვლის აპარატში და ელოდება შეტყობინებას, სანამ აპარატის ეკრანზე არ გამოვა ჩანაწერი თქვენი ხმა მიღებულია. 8 საათისთვის, როდესაც დაიხურება კენჭისყრის ოთახი, თუ საარჩევნო უბანს არ ყავს რიგში მდგომი ამომრჩეველი, დაიხურება ოთახი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს შეასრულებს საუბნო საარჩევნო კომისია და შემდეგ კენჭისყრის ოთახში ვინც არიან უფლებამოსილი პირები, რომ ესწრებოდნენ ამ პროცედურას, მცველების მიერ დაითვლება ძირითად ყუთში არსებული ბიულეტენები.
სწორედ ამ მარტივი პროცედურის გავლა უწევს საარჩევნო უბანზე მოსულ ამ უმრჩეველს იმისთვის, რომ საკუთარი არჩევანი საბოლოოდ დააფიქსიროს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაციით ამ უმრჩეველთა საერთო რიცხვი 3,513,818 შეადგენს. მათ მერებისა და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა 4 ოქტომბრის 20 საათამდე შეეძლებათ. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 12 პოლიტიკურ პარტიას შორის მოუწევს. აირჩევენ მაჟორიტარ დეპუტატებსაც, რომლებმაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკრებულოში მათი ინტერესები უნდა დაიცვან. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.